მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერდით ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ გაგეცნობით მე ვარ კატო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ახალი ტაროს დასწად დამემატა და კიდევ ბევრს ველოდები და ერთი სული მოკროდის მივიღებ და მინდა რომ დღეს ახალი დასწებით გავაკეთო გაშლაც. წაგაცნობთ რამოდენიმე წუთს და შეგახსენებთ, რომ ასეთი პატარა სუვენირები მაქვს, რომელიც შეგიძლიათ ასეთი პატარა სპილო, რომელიც ფინანსურად შეგიძლიათ ფინანსებისთვის დაჭერთოთ, ესეთი სამყურა საკიდი, რომელიც ასევე წარმატებისთვის ესეთი პატარა წვრთანი და თეთრი ქისები არის, ნახეთ თუ ჩანს ესეთი პატარა ქისები, რომელიც ასევე ფინანსური რესურსისთვის შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, გასაღებები, რომლებიც გააღებენ იმ პარებს, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე დამცავები დარჩა 1 ცალისთი შავი სამეჯური დამცავი თვალით და ესეთი სამყურა და ესეთი პატარა წითელი ესეც დამცავი 7 კვანძით არის თითოეული, ასე რომ თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და დაიმუხტოს თქვენთვის და ვისაც შეკვეთილები გაქვთ, აუცილებლად ხვალ მაქსიმუმ ზეგ ყველას მოგივათ თქვენი ნივთები, მაპატიეთ რომ ესე იწელება ხოლმე ცოტა 1-2-3 დღის დროში, იმიტომ რომ ყველას ვინც იცის და ვისაც შეუძენია იცის რომ მე თავად ვარიგებ ამას და მე თავად მიმაქვს თითოეულ ადამიანთან იმისთვის რომ ენერგეტიკულად უფრო ესე ხელიდან ხელში არ გადავიდეს და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მე თვითონ ვუბრძანო თავიანთი ნივთები. მადლობა და ბოდიშით რომ წაგართვით დრო, ეხლა კი გავაკეთოთ გაშლა წასულ პარტნიორთან მიმართებაში. ხშირია ხოლმე რომ ნახოთ და ჩაწეროთ ვიდეო წასულ პარტნიორთან მიმართებაში, რა ხდება და რაიმე გეგმები ხო არა აქვს, ხო? მოდით ისე ნახოთ ზოგადად რა ხდება ახლა ყოფილი პარტნიორის ცხოვრებაში. ნახოთ ჯერ ვიპოვი თქვენ პარტნიორს, ვინ მოვა. ესე გავაკეთოთ, რომ ნახოთ ჯერ რომელი მეფე მობრძანდება, რომ მე გაგიმარტივდეთ. უფრო კონკრეტულად მეფეს ვეძებთ. მეფე არ ჩანს. ყოველ ძალიან დიდი ხანია უკვე აღარ ხართ ერთად, როგორც ჩანს, ხალბან მეფეც მოვიდა. თან ორი მეფე ერთად მოვიდა. საინტერესოა. მოკლედ აქ მოვიდა დედოფალი, კვერთხების დედოფალი, თასების მეფე და ხმლების მეფე. ნახეთ როგორია ეს ადამიანი. გეტყვით რომ ძალიან პრინციპული ადამიანია სხვათა შორის. არ ვიცი რატომ მოღაც ესეთი შეგრძნება მაქვს რომ ეს ადამიანი არ ვიცი, მაგრამ მაინც ვთვლი რომ შეგეთქვათ მორიელია, რაღაცა წყლის სტიქია, იმიტომ რომ როგორი მომენტია ეცით აი აქ თითქოს ადამიანი ეს არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ემოციით, რაც არ უნდა სიყვარულით იყოს გამსჭვალული, არასოდეს არ გამოაჩენს თავის თავს. არასოდეს არ იტყვის იმას, რომ უყვარს, არასოდეს არ დახრის თავს, ხო? რამდენად მტყუანი არ უნდა იყოს აქ, ხო? რაღაცა აშკარად ადამიანი თითქოს ვიტყოდი, რომ პრინციპული ადამიანი კიდე სხვა არის და აი ადამიანი, რომელიც ჯინში უდგება მეორე ადამიანს, რაღაცა ეს მომენტია.
აი თითქოს ეს როგორი სიტუაცია მოდის, რომ აქ ქალბატონს უნდოდა რომ ყველაფერი ყოფილიყო ისე, მართალია მე ემოციები გამაჩნია, მაგრამ ნახეთ მე ვარ კაცი და შესაბამისად მე ვიმოქმედებ ისე, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ. რაღაცა ესეთი ადამიანია. აი ნახეთ, კი, შეიძლება თქვენ ეუბნებით ყველაფერს სწორად, თქვათ, აი რაღაცა საკითხი მიმართებაში გითქვიათ, რომ ეს არის წითელი, ხო, რაღაცა უბრალოდ ფერთან მიმართებაში, ხო? არა, ეს წითელი კი არ არის, აი თქვათ, შეიძლება დაეკონკრეტებინე, რომ ეს არის წითელი, რომელიც არის თქვათ რაღაცა გადადის რაღაც ხორცის ფერ თუ ანუ ღვიძლის ფერში თუ რა ვიცი, რაღაც მუქი ფერში, ხო, ან პირიქით უფრო ღია ვარდისფერში გადადის. აი ადამიანის სულ რატომღაც ჯიბრში როდგება, აი სულ რატომღაც ესეთი ის არის, თან არის ძალიან დამყოლი ენებთან მიმართებაში. აი იმან ეს თქვა, ამან ის თქვა და რახან თქვა, ამიტომ ესეა, აი რაღაცა ეს მომენტიც გააჩნია ამ ადამიანს. აი ხო ნახეთ, ხო ესეთი ჯიუტია, მაგრამ ეს არის პარტნიორულ ურთიერთობაში ჯიუტი ადამიანი. არ გეგონოთ, რომ სხვა ურთიერთობებშიც ესეთია. მაგალითად, ურთიერთობაში, სადაც არის მშობლები, სადაც არიან მეგობრები, სადაც არიან რაღაცა, აი, არ ვიცი, ვინ შეიძლება ვიღაცა მეზობელი თუნდაც, იქ არის ძალიან ესეთი დამყოლი იმ ხრივ, რომ აი რაც არ უნდა უთხრან, ყველაფერს დაიჭერებს. რაც არ უნდა იყოს, იტყვის, რომ კი, ნამდვილად ეგრეა, უეჭველი ეგრეა და აი სულ რაღაცა შეიძლება თავის მართლების რეჟიმშიც ყოლოდ. ძალიან ეჭვიანია, ესე მომდის მე ინფორმაცია. აი ზედმეტად ეჭვიანი არის და ზედმეტად ცოტა როგორ თქვა ეჭვიანობა ერთია და ცოტა აგრესიულიც არის, აი ეს მომენტიც არის. იმასაც ვგრძნობ, რომ ადამიანი ძალიან ხშირად სვავს, ანუ ფხიზელ მდგომარეობაში თითქოს არ არის. ხა ვიღაცა სასმელსოს, ვიღაცა სხვა რაღაცას მოიხმარს, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში თითქოს ადამიანი სულ ცდილობს, რომ ფხიზელ მდგომარეობაში ნაკლებად იყოს, აი ნაკლები დრო კონდეს რაღაცა ესე საღგონებაზე საფიქრალად. მოდით ნახოთ აბა ესეთი ორაკულით, საინტერესოა, როგორც ხოვრობს, პირველად ვიყენებ სხვათა შორის ამ დასტას. ჩემთვისაც კი არ გამიშლია ჯერ. ნახოთ აბა რა ხდება მის თავს? რა ხდება მის თავს? ნახოთ რა ხდება მის თავს. რაღაცისგან სუფთავდება, რაღაცებისგან ცდილობს, რომ თავი დააღწიოს, თითქოს ცდილობს, რომ ყველაფერი უკან მოიტოვოს. ცდილობს, რომ მდგომარეობა, რომელიც თქვათ მის ცხოვრებაში, თქვათ აქამდე იყო, ხო, ჩვენ ეხა ამ წუთას განვიხილავთ, ხო, ამ სიტუაციას, რა ხდება მის თავს და იწყებს სულიერ გასუფთავებას და სულიერ დაალაგებას, ხო? ცდილობს, რომ ყველა იმ ლაბირინთიდან, სადაც არსებობდა ლაბირინთებიც ჰქონდა ამ ადამიანს თავისივე თავით შექმნილი, იმიტომ რომ ეს იმდენად რთული ადამიანია, რომ თავისივე თავიდან გამომდინარეა ყველა ლაბირინთი, ცდილობს, რომ ეს ლაბირინთები რამენაირად დაცხრილოს და ნელ-ნელა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ხო? რაღაცნაირად ცდილობს, რომ ყველაფერი უკან მოიტოვოს, ხო? თუმცა ესე მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად აქვს ჩაკეტილი ეს სიტუაცია, ეს არ გამოვა ესე ადვილად ამ ლაბირინთიდან გამოსვლა, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის ბევრი გზა არის დაკეტილი, ხო? აი ლაბირინთი შეიძლება გქონდეს რამოდენიმე გასასვლელიც სხვათა შორის, მაგრამ რაღაცა ყველა გზა დაკეტილია, ხო? ის ერთ გზა, რომელიც არის ღია, თითქოს იმას ეძებს, იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს ესე საშუალება, რომ შეძლოს და ამ სიტუაციიდან ესე მარტივად დააღწიოს თავი. რატო?
იცით რა არის, იმიტომ რომ ამ ადამიანმა რა შანსიც ჰქონდა გაუშვა ხელიდან. რა შანსიც ჰქონდა რომ ყოფილიყო ბედნიერი, წარმატებული, მშვიდი და დაბალანსებულ ცხოვრებაში ამ ადამიანმა გაუშვა ხელიდან, ხო? მე ესე ვიტყოდი, რომ თვითონ ეს ადამიანი არის ყველა იმ პრობლემის და ყველა იმ სიტუაციის და მდგომარეობის ინიციატორი, რაც მის თავს და მის ცხოვრებაში ხდება. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ თქვათ ვიღაცამ რაღაცა გადაუწყვიტა, ხო? ნახეთ, თუნდაც იმ ენებს რო ყვება, თუ შეუძლია მოისმინოს და არ გააკეთოს არაფერი, ხო? ისე როგორც თქვათ უთხრეს ან რაღაცა მსგავსი სიტუაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამოყო თავი. ეს ადამიანი საკმაოდ რთულ მომენტებს და რთულ სიტუაციას გადის. ნახეთ, ამ ადამიანს შეიძლება ესე ვთქვათ, რომ აი ის მდგომარეობა, რომელიც ეხლა აქ ის თითქოს ლაბირინთებიდან გამოსვლა, თითქოს რაღაცების დავიწყება ესე მარტივად არ არის, ხო გითხარით, ან ბევრი გზა არის დაკეტილი. მან გაუშვა ყველა იმ გზიდან გამოსასვლელი, თვითონვე ჩაკეტა, თვითონვე მოახერხა და ეხლა ძალიან დიდ და მძიმე ტვირთს ატარებს, რომელიც ესე არ არის უკვე მისთვის ესეთი მარტივი და ადვილი სატარებელი ნამდვილად არ არის. იცით რა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს რაღაც მომენტში აქვს მაგიური ზემოქმედებაც და შეიძლება ეს მაგიური ზემოქმედებაც საკუთარ თავს თვითონაც გაუკეთა და თვითონ გაუკეთა რამ ხრივ. შეიძლება გაგეცინათ ახლა ესე რატო ამბობს და მაგრამ ნახეთ, ყველა ადამიანს გვაქვს, როდესაც არ ან ჩვენივე გონებით მოვიზიდავთ იმ ნეგატივს, მოვიზიდავთ იმ პრობლემებს, რომელიც მერე ჩვენს ცხოვრებაში დგება ხოლმე, ხო? მით უმეტეს, როდესაც ადამიანი თავისივე ქმედებით აკეთებს ისეთ რაღაცა მდგომარეობას, რითაც კეტავს ყველაფერს, ყველა გზას, კეტავს თავისი ბედნიერების კარებს, შესაბამისად თვითონვე არის თავისი ცხოვრების, ესე ვთქვათ, მაგი, რომელმაც რაღაცა მაგიური ზემოქმედება გაუკეთა, ხო? მაინდამაინც ესე დადგე და ვინმეს ნემსები ურჭო არ ხდება, ხო? ანუ შეიძლება რომ საკუთარ თავსაც ვავნოთ ესე. ანუ ეს ადამიანი როგორ ცხოვრობს, ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობს. შეიძლება თითქოს ვიღაცა დგას და მის სულში და მის სხეულში რო იტყვიან აი მართლა ნემსებს არჭევს და რაღაცა განცდები აქვს ძალიან მძიმე, ხო? თითქოს ადამიანს უნდა რომ ყველაფერი გამოისყიდოს, ყველაფერზე თქვას რომ აი მორჩეს, ოღონდ ეს ყველაფერი მორჩეს, ხო? ამ ადამიანს ძალიან ხშირად ახსენდება თქვენთან ყოფნა, თითქოს ადამიანი ფიქრობს იმასაც, რომ შეიძლება მე არ ვიტყვი იმას, რომ ვიღაცა ზის და რაღაცას უკეთებს, მაგრამ შეიძლება ფიქრობს, რომ იმდენად არასწორად მოგექცათ, რომ ეხლა რა მდგომარეობაში არის, ზუსტად იქედან გამომდინარეობს, ხო? ზუსტად იმ მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რა მდგომარეობაშიც თქვენ დაგტოვათ. სადაც გაურკვევლობა გქონდათ, ხო? აი დაგტოვათ, გაურკვევლად, გაოგნებული, ხო? შეიძლება რაღაცა იმდენად არასწორად მოიქცა, რომ ფაქტიურად დამანგრეველი აღმოჩნდა, ხო, თქვენთვის და ზუსტად აი ეს დამანგრეველი ენერგიები უბრუნდება ახლა ამ ადამიანს და შეიძლება ეს მომენტიც გააჩნია. ნამდვილად უბრუნდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი ახლა გადის აი ამ ყველაფერს. კი, და იცით რა არის, ნახეთ, აი შეიძლება ზუსტად წმენდის მდგომარეობაც ის მომენტი არის და გასუფთავების მდგომარეობაც, რომ აი ეს ყველაფერი დაუბრუნდა, გამოიარა, იწვნია და ეხლა უკვე გადის რაღაცა აი ნახეთ თან იწმინდება, თან თავისივე ტკივილებით იწმინდება ესე რომ ავხსნა უფრო მარტივად, ხო? კიდე როგორ ცხოვრობს, აბა რა ხდება მის თავს.
იცით რა, ძალიან დიდი მონატრება აქვს ამ ადამიანს, ძალიან დიდი ტკივილები აქვს ამ ადამიანს, ძალიან უნდა რომ დაიბრუნოს, თუნდაც ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც გქონდათ, თუნდაც ის მეგობრული დამოკიდებულება, თქვენგან ძალიან ბევრი ემოცია ქონდა, ხო? თქვენ უთბობდით ამ ადამიანს გულს და ძალიან ხშირად ახსენდება ეს მდგომარეობა, ძალიან ხშირად ახსენდება და ხვდება, რომ აი ის მისი მდგომარეობა, როდესაც თქვენ როგორი ერთგული იყავით, როგორ ცდილობდით, რომ ადამიანს რაღაცნაირად გვერდჩდათ, გომოდით, გაგეკეთებინათ ყველაფერი, რომ დაგეყენებინათ ფეხზე და მისი ქმედებიდან გამომდინარე, ხა მთელი ცხოვრება ისეთი ბუმერანგულად უბრუნდება და ხვდება, რომ აი ძალიან რთულია, ხო, რაღაცა ბედნიერებიდან ტკივილებამდე მიიყვანა საკუთარი თავი. როგორ ცხოვრობს? ნუ ცხოვრობს ისევ ენებით, ისევ ტკივილებით, აი არ ვიცი რატომ თქვი რომ რეალი ხო არა თქვა, თითქოს ადამიანის რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას საკუთარ თავს იწამლავს თვითონაც. აი სულ წრიალებს იმ წარსულთან მიმართებაში და სულ ძალიან ისეთი მის გარშემოც ისეთი ხალხია, ისეთი ადამიანები არიან, რომ ყოველთვის რაღაცა თითქოს რაღაცა უნდათ ამ ადამიანსგან, რაღაცას მოითხოვენ, რაღაცას ავალდებულებენ, თითქოს სულ ყველა მის ცხოვრებაში ერევა რაღაცა ეს მომენტიც მოდის. აი თითქოს ადამიანს საერთოდ თავისი აზრი არ გააჩნია, თითქოს ადამიანი საერთოდ აი მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობაში ესეთი მომთხოვნია, აი რა ვიცი, ესე ოჯახთან თუ ვისთან, აი დანარჩენ ყველასთან ესეთი თავდახრა და ესეთი თავგანწირვა ცოტა უცნაური მომენტიც არის, ხო, რაღაც მომენტში, იმიტომ რომ აი ძალიან უჭირს აშკარად ადამიანს, ძალიან ცუდად გნობს თავს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ ხა მართლა შესაძლებელი აქვს ვიღაცებთან იყოს მაგიური ზემოქმედება, იმიტომ რომ ძალიან მკაფიოდ ჩანს აქ და შეიძლება იყოს რაღაცა ის გაურკვეველი მაგიური ზემოქმედება, სადაც ადამიანი ვერ ერჩევა მის ცხოვრებაში და თან აი ეს თქვენს მიმართ რაღაცა მდგომარეობაც ძალიან ცუდად ბრუნდება, ხო, ძალიან კარგად მოარტყა სამყარომ და იცით რა მომენტია კიდე რომ აი აჩვენა სამყარომ ის სიტუაცია, რომ როდესაც არჩევანი გააკეთა არასწორად და ეგონა რომ სწორად აკეთებდა ამ არჩევანს და აღმოჩნდა რომ იმ ადამიანებს ვიზეც გააკეთა არჩევანი არც თუ ისე სახარბიელო იყო ამ ადამიანისთვის და არც თუ ისე კარგის დომებიათ თურმე ამ ადამიანისთვის. აი ესე გამოვიდა დღეს ეს სიტუაცია. მოდით აბა ვნახოთ ესეთი კითხვა დავუსვათ. როგორ იქნება უახლოესი პერიოდი დაახლოებით მისი 2-3 თვე კიდევ როგორ იქნება, ხო? რას გვეტყვის კიდევ როგორ იქნება მისი 2-3 თვე? ესეთ რა არის, აი ამ 2-3 თვეში შესაძლოა ხა თუ ეს არის წასული ადამიანი რაღაცა 2 წლიანი და 3 წლიანი ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში იმდენად მოაწევს თქვენდამი ლტოლვა და იმდენად მოაწევს თქვენდამი სურვილი იმის, რომ რაღაცა დაგეკონტაქტოთ, რომ შეიძლება მოვიდეს და დაგეკონტაქტოთ კიდევაც და რაღაცა ინფორმაცია მოგაწოდოთ საკუთარ თავზე, ხო, ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან მიმართებაში, რომ ახსოვ ხართ და არ დავიწყები ხართ, რომ მისთვის რაღაცა მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ხო, რა იქნება. ესეთ აი იქნება რაღაცა ტრანსფორმაციის მდგომარეობა
მაგრამ ნახეთ ახლა ტრანსფორმაცია ორნაირად შეიძლება იყოს, ხო? მდგომარეობა, როდესაც გივიწყებთ და ასრულებთ თქვენთან, მაგრამ მეორე მომენტი, როდესაც რაღაცას ცდილობს, რომ შექმნას. ნახეთ, ამ ადამიანს იმდანად მოაწყვება ეს თქვენი, ესე რომ ვთქვათ, ვნება და თქვენი სურვილი, რომ შეეცდება რაღაცნაირად გამოვიდეს, თუმცა აქ უკვე ის მომენტია, რომ შესაძლებელია თქვენ გაქვთ უკვე გავლილი ის ტრანსფორმაცია, რომელიც ესე მისი წასვლის შემდეგ გაიარეთ, ხო? კი ბატონო, მისი წასვლის შემდეგ გაიარეთ, უკვე სადღაც გახვედით ფონს, შეაღეთ სხვა კარები და რამდენად გენდომებათ ამ ადამიანის დაბრუნება გარკვეული დროის შემდეგ, ცოტა ისეთი კითხვის ნიშნებს ნამდვილად დაასვავს, ხო? აი რაღაცა ესეთი მომენტი არის აქ. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ჩვენი გაშლა ახალი დასტებით და განსაკუთრებით ორაკულით, რომელიც საკმაოდ საინტერესო არის, ასრა ბარათია. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ. რაც არის, ეს არის წარსული ადამიანები. სამწუხაროდ მე ამჩნევენ ხოლმე რა დაკარგეს და როგორ არასწორად აღმოჩნდნენ, იქ სადაც აღმოჩნდნენ, მაგრამ რას ვიზავთ. ყველაფერი ცხოვრებისეული გაკვეთილია. ბედნიერი ურთიერთობები თითოეულ თქვენთანაც დროებით.